სქესობრივი ცხოვრების ყველა ასპექტი, რომელიც საზოგადოების ზრდასრულმა წევრებმა უნდა იცოდნენ. ტაბუირებული თემების საჯარო განხილვა, კომპეტენტური პასუხები, რომელიც თქვენს აქტუალურ შეკითხვებს მოყვება. რადიო იმედის ახალი ток-შოუ უფროსებისთვის. აკრძალული ხილი. აკრძალული ხილი. დაფნასთან და ზურაბ მარშანიასთან ერთად. 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის გადაცემის მოსმენა რეკომენდებული არ არის. საღამომშვიდობის ქალბატონებო და ბატონებო, კვლავაც სამშაბათია და როგორც უკვე შევეჩვიეთ ალბათ ყოველ სამშაბათს 22 საათსა და 15 წუთზე რადიო იმედის პირდაპირ ეთერში გადის გადაცემა სახელწოდებით აკრძალული ხილი და როგორც უკვე მოისმინეთ, ეს გადაცემა არ არის განკუთვნილი 16 წლამდე მოზარდთათვის. ეგრეთ წოდებული თინეიჯერების დედებს, მამებს, ბებიებსა და ბაბუებს გთხოვთ მოაშოროთ თქვენი ბავშვები, ეგრეთ წოდებული ბავშვები რადიო მიმღებს. თუმცა მე მეცინება ხოლმე ამ ბავშვებს რო ამბობენ, ჩემი ბავშვი და გამოდის 40 წლის ჩოყლაყი და კიდევ ბავშვი არის თავის დედისთვის და მამისთვის, მაგრამ რა სიზა. იცით, მათ ჩვენზე ბევრად მეტი იციან. ეს კიდევ ახალი მითი არის ამ ბავშვების შესახებ, ახალმა თაობამ იცის ყველაფერი, ახალმა თაობამ იცის ყველაფერი არა ისე როგორც ჩვენ გავიგეთ ეზოებში, არამედ კომპიუტერით, ინტერნეტის მეშვეობით და ძალიან განსწავლული ბრჭყალებში თანატოლების გადმოცემით. ბატონო ზურაბ მარშანია, ჩემი თანაწამყვანი, საქართველოს სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტი, საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, ექიმის სექსოლოგი, პროფესორი ზის ჩემს მოპირდაპირე სავარძელში, მზად არის უპასუხოს თქვენს ნებისმიერ შეკითხვას. ბატონო ზურაბ, ჯერ ჩემ შეკითხვას უპასუხეთ. თუ შეიძლება. უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით დაფნა და მივესალმებით ჩვენ ძვირფას რადიო მსმენელებს. ჩემი კითხვაა, მართლაც იციან თუ არა ჩვენზე მეტი ახალგაზრდებმა და თინეიჯერებმა. თვლით თუ არა თქვენ, მე ვიცი რომ თქვენ მიუხედავად იმისა რომ არ განეკუთვნებით ინტერნეტის თაობას ისევე როგორც მე და არანაირად არ მივაკუთვნებ და არც მინდა რომ მერქვას ინტერნეტის თაობა, მე ჯერ კიდევ ჯინსების თაობა ვარ. მაინც მე რატომღაც მგონია რომ ინტერნეტი არ არის ის პანაცეა და მშობელი არ უნდა მოეშვას. თუნდაც იგივე თავისი შვილის სქესობრივი განვითარების თვალსაზრისით და არ უნდა მიენდოს ამ ინტერნეტის დინებას. არ უნდა ჩაიქნიოს ხელი და არ უნდა თქვას, კაცო, მე გავიგე ქუჩაში და ამან ინტერნეტით მაინც გაიგოსო, ბოლოს და ბოლოს ფოტოებს ნახავს და უფრო კარგად მიხვდება რა ხდებაო. თქვენ იმხელა გამოცდილება გაქვთ, თქვენ პაციენტების რიგები გიდგათ, ბატონო ზურაბ და კარგი კიდევ რომ მივედით საბოლოო ჯამში იქამდე რომ თავისი პრობლემების გაზიარება აღარ არის ასეთი ტაბუ დადებული. მე ვიცი რომ უჭირთ მაინც ადამიანებს სექსოლოგთან მისვლა. თქვენ ამაზე ხუმრობდით კიდევაც ექიმო არ წამოგცდეთ სადმე რომ ჩემი ექიმი სექსოლოგი ხართ თორე მომეჭრა თავი არა. ქორწილშიც რო არ პატიჟებენ, ყველა სპეციალობის ექიმს პატიჟებენ ჩვენ გარდა. თავს მოჭრით ყველას. თქვენს გაასაღეთ თავიანთი ენდოკრინოლოგად. მეტი გზა არ მაქვს რა, ან უნდა დავირქვა მაგალითად ანდროლოგი როგორც ვიყავი მაგალითად. ბატონო ზურაბ, დაუბრუნდეთ ამ ინტერნეტს ყბადაღებულს. მართლაც ასეა? ამოიკითხავს სწორ ინფორმაციას ბავშვი, ნახავს იმ ფოტოებს, რომელიც საჭიროა რომ ნახოს და იცოდეს, ან იმ ვიდეოებს მიაგნებს, სადაც სწორად არის ყველაფერი ასახული და არა უკუღმართად? სამწუხაროდ ვერა, სამწუხაროდ უფრო მეტიც მინდა ვთქვა, რომ აი პირიქით. იგი აი ამ ინტერნეტის სადმი წვდომამ და ვითომ და ინტერნეტის თავად ინტერნეტის წვდომამ ინფორმაციის უკიდაგანო მასივებამდე სქესობრივ პრობლემებთან დაკავშირებით, სექსოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით პირიქით ითამაშა უფრო ნეგატიური როლი. მაგალითს გეტყვით, ეს უბრალოდ მეცნიერული დაკვირვებაა, მეტი არაფერი. მე ექიმი სექსოლოგი ვიყავი, მაშინაც სანამ ინტერნეტის ეპოქა დაიწყებოდა. მაშინაც ბევრი პაციენტი მყავდა, ახლაც ბევრი პაციენტი მყავდა, მათ შორის არიან ისეთი აი თინეიჯერები 20 წლამდე არა. მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ აი ინტერნეტამდე თაობას არამც და არამც არ ქონდა იმაზე მეტი, ასე ვთქვათ, ინფორმაცია. სასარგებლო ინფორმაციას ვიძახით, თორე ის უფრო სწორედ ამ ნეგატიურ ინფორმაციას ალბათ ჩვენ შეგვიძლია უწოდოთ, უფრო ალბათ აი ინფორმაციული რაღაც ნაგავი რა. სპამი ინფორმაციული, რასაც ნახულობს მოზარდი და ახალგაზრდა ამ ინტერნეტში. ხანდახან ვფიქრობ, რომ ესე იგი რომელმა თითებმა აკრიფა ეს ინფორმაცია და დადო სადმე, ხო?
შესაბამისად, ესე იგი ინტერნეტის გავრცელება, რა თქმა უნდა, ეს სიკეთეა, მაგრამ ინტერნეტში ასევე როგორც ყველა სხვა სფეროში არა, არის ძალიან დიდი დეფიციტი ხარისხიანი და მაღალპროფესიული ინფორმაციისა, რომელიც საჭიროა ზუსტად იმისთვის, რომ თავიდან ავაცილოთ ჩვენ მოზარდს, თავიდან ავაცილოთ ჩვენ ახალგაზრდა ადამიანს სექსუალური დარღვევა, რომელიც ესე იგი პირდაპირ დამოკიდებულებაში არის ინფორმაციის, ინფორმირებულობის დონესთან, სქესობრივი განათლებულობის დონესთან. შეიძლება პარადოქსად ჟღერდეს ეს ტერმინი სქესობრივი განათლება, მაგრამ ეს ფაქტია. რაც ნაკლებია განათლება ადამიანისა, მით უფრო მეტი რისკია, რომ მას განუვითარდეს სქესობრივი დარღვევა ამა თუ იმ სახის სექსუალური დისფუნქცია. ალბათ გაუკვირდებათ ჩვენს რადიო მსმენელებს, რატო დავიწყე ინტერნეტით ეს გადაცემა. ინტერნეტით მხოლოდ იმიტომ დავიწყე, რომ დღეიდან თქვენ გაქვთ იმის საშუალება, რომ მოიძიოთ სწორი ინფორმაცია. ბატონ ზურაბს დაუსვათ კითხვები და ის აბსოლუტურად კვალიფიციურად გაგცემთ პასუხს. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ჩვენი მოძიება ინტერნეტში არის ძალიან ადვილი. ჩვენთან დაკონტაქტება არის ძალიან ადვილი. ყველანი ვართ Facebook-ზე. ჩვენ გვაქვს ჩვენი გვერდი, რომელსაც ქვია ისევე როგორც ჩვენს გადაცემას აკრძალული ხილი. აკრიფეთ Facebook-ზე, აკრიფეთ YouTube-ში. ჩვენს ანონიმურობა აბსოლუტურად დაცულია. ჩვენ არანაირი ინტერესი არ აქვს იმისა, რომ სადღაც გავამჟღავნოთ ან თქვენი სახელები, ან თქვენი გვარები, თქვენი ფოტოები. ღმერთმა დაგვიფაროს, არანაირად არ გვინდა რომ ვიღაცის პრივატულ ცხოვრებას შევეხოთ. ისევე როგორც ბლოგში შეგიძლიათ სრულიად ანონიმურად მისწეროთ ადამიანს და მიიღოთ პასუხი, ასევე შეგიძლიათ მოგწეროთ. ჯერჯერობით არ არის იმის საშუალება, რომ თქვენ სრულიად არ ჩანდეთ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ასე ძალიან თუ განიცდით და თუ არ გჯერათ ჩვენი, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ალბათ რაღაც არარსებული სახელითა და გვარით და ისე მოგწერეთ. კიდევ ერთხელ გეტყვით, ძალიან მარტივია Facebook-ზე აკრიფეთ აკრძალული ხილი, გნებავთ ქართულად, გნებავთ ლათინურად, YouTube-ზეც მოიძიებთ, ძალიან მარტივად, შეგიძლიათ ჩვენი გადაცემა მოისმინოთ, თუ არ გაქვთ იმის საშუალება, რომ დროულად ჩაუსხდეთ ხოლმე რადიო მიმღებებს, ესეც არ არის პრობლემა. უახლოეს მომავალში ჩვენ გვექნება იმის საშუალება, ჩვენაგერ ხელმძღვანელობა მოგცვა ამის პირობა, რომ ხმის შემცვლელი აპარატურა გვექნება სტუდიაში აუცილებლად და აბსოლუტურად განსხვავებული ხმით გამოხვალთ პირდაპირ ეთერში და შეძლებთ კითხვის დასმას. აქვე პირდაპირ ეთერშივე გადაცემის მსვლელობისას მიიღებთ კვალიფიციურ პასუხს ბატონი ზურაბისგან. ეს რა შეეხებოდა ამ ნაწილს. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ, მე მინდა მაინც ჩვენი საიდუმლოებები გავხსნა, იმიტომ რომ ადამიანებს ალბათ აინტერესებთ რაზეა საუბარი. დღეს ვისაუბრებთ ფსიქოსექსუალურ განვითარებაზე, როგორც ქალისა, ასევე მამაკაცის და დღეს გვექნება საუბარი მასტურბაციაზე. წინ გველის მოკლე საინფორმაციო გამოშვება, ალბათ უპრიანი იქნება, რომ მოკლე საინფორმაციო გამოშვების შემდეგ საკმაოდ ხანგრძლივი ბლოკი გვექნება და მხოლოდ ჩვენ ვისაუბრებთ და არა, ვთქვათ, სარეკლამო ბლოკები და მუსიკალური პაუზები უფრო ნაკლები იქნება უпростоრად. სქესობრივი მომწიფების ნიშნებზე გვექნება აუცილებლად საუბარი, თვით იდენტიფიკაციაზე, სქესობრივ თვით იდენტიფიკაციაზე, როდის ავლენს ადამიანი, რომელ წლებში იწყება ადამიანის თვით იდენტიფიკაცია და ძალიან ბევრ რაღაცაზე, ძალიან ბევრ საინტერესო თემაზე, მათ შორის აი ამ ყბადაღებულ მასტურბაციაზე, რომელზედაც უამრავი კითხვა მოვიძიე ინტერნეტში. ბატონ ზურაბს თავისი ვებგვერდი აქვს, იქაც არანორმალური რაოდენობის კითხვებია და ძირითადად ამ თემას ეხება რატომღაც. მოკლედ გავითვალისწინეთ, რომ საზოგადოების ინტერესი ამ თემისადმი ძალიან მაღალია. დღეს სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ. Ток-шоу უპროსებისთვის. აკრძალული ხილი. აკრძალული ხილი. დაფნასთან და ზურაბ მარშანიასთან ერთად. აკრძალული ხილი. კიდევ ერთხელ საღამო მშვიდობის ქალბატონებო და ბატონებო, ეთერშია გადაცემა აკრძალული ხილი, მე გახლავართ დაფნა, ჩემი თანაწამყვანი ბატონი ზურაბ მარშანია, საქართველოს სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტი, საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, ექიმი, სექსოლოგი, პროფესორი. ასე რომ კითხვები თუ გაგიჩნდათ, ბატონ ზურაბზე უკეთ, მე მგონი ვერავინ გაგცემთ ამ კითხვებზე პასუხს. კითხვები მოგწერეთ Facebook-ზე, გადაცემის სახელწოდებიდან გამომდინარე მიხვდებით, რომ ახლა გვერდსაც უნდა ერქვას აკრძალული ხილი. YouTube-ზე შეგიძლიათ მოისმინოთ ის გადაცემები, რომელიც გამოგრჩათ და კიდევ შეგიძლიათ დაგვირეკოთ 292118 292119.
ეს ინფორმაცია თქვენთვის მათთვის ვისაც სურს ჩვენთან დაკავშირება. დღეს ვისაუბრებთ მამაკაცისა და ქალის ფსიქოსექსუალურ განვითარებაზე, სქესობრივ აღზრდასა და მასტურბაციაზე. ბატონო ზურაბ, სქესობრივი მომწიფების ნიშნები, ხო, მე არ ვიცი რამდენ სწორად ვიწყებ ახლა მე ამ კითხვის დასმას. სიმაღლეში ზრდა, ხმის დაბოხება ბიჭებში, ჭარბთმიანობა გოგონებშიც ბიჭებშიც, გოგონებში სარძევე ჯირკვლების ზრდა, კუნთოვანი მასის ზრდა ბიჭებში. ეს სქესობრივი მომწიფების ნიშნები დაახლოებით რა ასაკში უნდა გამოიხატოს? ნუ ხა არსებობს ხო რაღაც გამონაკლისები, მაგრამ ძირითადი ასაკი რა არის, აი ესეთი ნორმალური ასაკი? პირველეს ყოვლისა ვთქვათ ესე, რომ არსებობს გენეტიკური, ესე ვთქვათ, დეტერმინანტი ამ განვითარებისა, ეს არის ესე იგი XX ქრომოსომა ქალებში და XY მამაკაცებში. და შესაბამისად ეს განვითარების პროცესი, ესე იგი როგორც პრენატალურ პერიოდში, ანუ უცვლადყოფნის პერიოდში, ასევე შემდეგ აი ამ ნიშნით მიმდინარეობს და მასში ძალიან მჭიდროდ არის ჩართული შინაგანი სეკრეციის ორგანოები. და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აქ არის სასქესო ჰორმონების სეკრეცია. მე შევეცდები უფრო მარტივად ვთქვა, იმიტომ რომ თქვენს გავამარტივოთ ცოტა, ესე იგი ალბათ აზრიც არ აქვს მაგას, რომ შევიდეთ ასე ვთქვათ ენდოკრინოლოგიის ჯუნგლებში, ალბათ ამის საჭიროება სულადაც არის. მოკლედ რო ვთქვა, მარტივად მე როგორც გავიგე, პრიმიტიულად, მარტივად, არის მამაკაცის ჰორმონი, მამაკაცის ჰორმონი, რომელსაც ქვია ტესტოსტერონი. სრულიადაც არ ნიშნავს ეს იმას, რომ ტესტოსტერონი, მამაკაცის ჰორმონი, არ უნდა იყოს ქალის ორგანიზმში. მაგრამ ნორმები თვითონ შემცველობის არა, აბსოლუტურად სხვადასხვაა. თუ ქალის ორგანიზმში ტესტოსტერონის შემცველობა სისხლში მინიმალურია და ეს ითვლება ნორმად, მამაკაცის ორგანიზმში ცხადია ეს ნორმები გაცილებით მეტია. და შესაბამისად ამ რაოდენობის ცვალებადობა ანიქით ანაქით უკვე დაკავშირებული არის ენდოკრინულ დარღვევებთან, რომელიც შეიძლება კი არა ყველა შემთხვევაში გამოიხატება ამა თუ იმ სახის დარღვევით. და როცა ლაპარაკი არის სექსუალური დისფუნქციის, სექსუალური დარღვევით და როცა ლაპარაკი არის ბავშვის განვითარებაზე, ხო? ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უფრო სერიოზულ ხიფათებს უნდა ველოდოთ ორივე შემთხვევაში. მე გამომახვილებდი ამ შემთხვევაში ყურადღებას მამაკაცის განვითარებაზე და თქვენ ასაკი მკითხეთ, ხო? აი მეორადი სასქესო ნიშნების განვითარება ჩვენ ყველამ ვიცით, ახლა დაკვირებული ვართ არა ჩვენ შვილებზეც, ისე ბავშვებზეც. მეორადი სასქესო ნიშნები ეს არის თმიანობა, კუნთოვანი მასა, ძვალსახსროვანი სისტემა, ხო, რომელიც მამაკაცს უფრო აქვს განვითარებული, ხო? ბოხი ხმა, ქცევის ასე ვთქვათ თავისებურებები, ხო, მამაკაცის ქცევა. ნორმალურია. ესე იგი უნდა იყოს, როდესაც დაახლოებით ეს იწყება 10-11 წლის ასაკიდან ამ მეორადი სასქესო ნიშნების ინტენსიურად განვითარება და გრძელდება, ესე იგი მთელი, ასე ვთქვათ, ეს მომწიფების პერიოდი, სანამ საბოლოო სახით ჩამოყალიბდება ესა. ანუ ეს საგანგაშო არ არის, მე ამას. ეს არ არის საგანგაშო, აბსოლუტურად არ არის. ეხლა ჩვენ ხომ მშობლები გვისმენენ, უბრალოდ მინდა რომ განვმარტოთ, რომ არ არის საგანგაშო, მაგრამ აი მე კითხვა გამიჩნდა, ეხლა ჩემი კლასელები გამახსენდა, ხო? აი გოგონა მყავდა მე მაგალითად, რომელსაც მთელი სახე მუწუკებით ჰქონდა დაფარული, აი იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ ყველას მეტად თუ ნაკლებად ეს ჰქონდა, მას ჰქონდა ძალიან სერიოზული პრობლემა. ჭარბთმიანობა, წონაში მოიმატა არანორმალურად და რაღაცა ისეთი უცნაური ფორმის ჭარბწონიანობა ჰქონდა. მე მგონი უფრო მამაკაცური ტიპის, ხო, ძალიან მუცელი რო წამოეზრდებათ ხოლმე. კუშინგის ტიპს უძახიან მაგას, ესე იგი. ხო, აი ეს ალოპეცია ცოტა რაღაცა კუშინგის სინდრომი ეს ყველაფერი. ეს დაკავშირებული არის საკმაოდ მძიმე პათოლოგიასთან, ზოგ შემთხვევაში ძალიან ხშირად არა. საერთოდ ესე იგი აი ამ ჰორმონების პროდუცირება გამოყოფა დაკავშირებული არის როგორც სასქესო ორგანოებთან, ასევე თირკმელზე და ჯირკვალთან. ასევე ჰიპოფიზიც არის ამაში ჩართული, თავის ტვინის ესე იგი წარმონაქმნი, რომელიც ასევე უმნიშვნელოვანესი ელემენტია შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ესე იგი სისტემისა და როდესაც აქ ხდება რაღაცა აშლილობა, ხშირად ესე იგი აი ასეთ ფორმასაც ღებულობს, აი ჭარბთმიანობის, ასე ვთქვათ, ტანის არაპროპორციული განვითარების რასაც აი კუშინგოიდურ, ასე ვთქვათ, აგებულებას, კუშინგი ეს იყო მეცნიერი ამერიკელი, რომელმაც ეს სინდრომი პირველად აღწერა. ასევე იყო რუსი მეცნიერი იცენკო კუშინგის დაავადებასაც უძახიან მაგას. მაგრამ საბედნიეროდ
ხშირად ესე არ არის რომ კლასიკური ასე ვთქვათ ეს კუშინგის სინდრომი ან იწვევი კუშინგის დაავადება იყოს. ამას მკურნალობენ ჰორმონებით? როგორ არა მარტო ჰორმონებით არის მკურნალობა, ერთი ზუსტად უნდა დაისვას დიაგნოზი, გამოკვლევის მრავალი მეთოდი არსებობს. ამიტომ მაგალითად აი ჭარბთმიანობა მაგალითად გოგონებში არა სრულიადაც არ უნდა იყოს ახლა ესეთი ძალიან საგანგაშო რა. უბრალოდ ახლა განსხვავებულია კონსტიტუცია ადამიანისა, ქალისა, თუნდაც ეს ტესტოსტერონის შემცველობაც ესე ვთქვათ განსხვავებულია, ზოგს ცოტა მეტი აქვს, ზოგს ცოტა ნაკლები აქვს. აქედან გამომდინარე, შესაბამისად შეიძლება ეს იყოს. მაგრამ ექიმმა, ენდოკრინოლოგებმა ძალიან კარგად იციან, როდის არის პათოლოგია, ესე იგი, დასაფიქსირებელი რა. ამიტომაც ელემენტარულად ოჯახის ექიმებს მოვალეობა არის, რომ დააკვირდნენ პედიატრებზეა ლაპარაკი, რომ დააკვირდნენ ყველაფერი და როცა საგანგაშო რაღაცა ნიშნები გამოჩნდება, ესე იგი, სწორად და დროზე მოხერხდეს, ესე იგი, გადაცემა საკონსულტაციო ენდოკრინოლოგთან და იქ უკვე არაფერი არ გამორჩებათ რა, ესე იგი, ენდოკრინოლოგებს და შესაბამისად საგანგაშოდ შეიძლება არც არაფერი იყოს. რაც შეეხება მამაკაცებს, ესე იგი, მამაკაცებში მაგალითად ხშირია საკმაოდ ესეთი გამოვლინებები, როგორიც არის დაუშვათ გინეკომასტია მაგალითად რა. ჩვენ ხო ვიცით, რომ მეორადი სასქესო ნიშნები ქალისა, როდესაც ის ვითარდება და ესე იგი ქალად ყალიბდება მოზარდი, ეს არის სარძევე ჯირკვლების ზრდა. ხანდახან მამაკაცებსაც ახასიათებს ეს სარძევე ჯირკვლების ზრდა, რომელიც ძალიან ხშირად შეხამებული არის განვითარების, სქესობრივი განვითარების დარღვევასთან, ჩამორჩენასთან, რასაც ეწოდება ჰიპოგონადიზმი. ასეთ დროსაც აუცილებელია, რათა პედიატრმა, ოჯახის ექიმმა სერიოზულად, ასე ვთქვათ, აწარმოოს დაკვირვება ამ ბავშვზე და როგორც კი რაღაცა ნიშნები ამისი გამოჩნდება, რა თქმა უნდა, გააგზავნოს კონსულტაციაზე ენდოკრინოლოგთან. შესაბამისად, გამოკვლევაც უნდა ჩატარდეს, ეს არის ჰორმონების გამოკვლევა, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა. გენეტიკური გამოკვლევაც საჭიროა, იმიტომ რომ არ არის გამორიცხული, რომ ამ შემთხვევაში იყოს გენეტიკური პათოლოგიაც, მაგალითად როგორც არის კლაინფელტერის სინდრომი და მთელი სხვა. ეხლა არ მინდა მე ძალიან გავართულო და ძალიან შევიდე, ასე ვთქვათ, მოსაწყენ თემაში, მე მინდა უფრო საინტერესო თემა ავწიო, აი თინეიჯერობის ასაკი. ადრეული თინეიჯერობის ასაკი. მე მინდა გავუსვა ხაზი, რომ ეს სიტყვა ტერმინი საერთოდ თინეიჯერ წარმოდგება ინგლისური სიტყვისაგან teen და იწყება ესე იგი 12-დან 20, 13, 14 და ასე შემდეგ. და თავდება 20 წლის. 19, ესე იგი 19 წლის, 18 წლის, 17 წლისა თინეიჯერია. მაგრამ მოდით პირობითად ვთქვათ, ეს არის გვიანი თინეიჯერი. ადრეული თინეიჯერების პერიოდისთვის დამახასიათებელია ძალიან საინტერესო მოვლენა, იმიტომ მე სექსოლოგი ვარ, მაინც სექსოლოგიური კუთხით უყურებ მაგას. თუმცა ენდოკრინოლოგიას მესმის, მაგრამ ენდოკრინოლოგიაზე მოდი ენდოკრინოლოგებმა ილაპარაკონ რა. არ შევიჭრათ ჩვენ. ნამეტანს ნუ შევიჭრებით, თორე გაბარაზდებიან ჩვენ. ჩვენი ენდოკრინოლოგი. და მე მინდა შევეხო ეს დიახ, вообще-то я ენდოკრინოლოგ. შევეხო ესეთ თემას, როგორც არის მოზარდთა ჰიპერსექსუალობის პერიოდი. და ეს არის მე მგონი სწორედ ის ხიდი, რომელიც გადაგვიყვანს მომდევნო თემაზე, მასტურბაციაზე, ხო? აი, რატომ არის ეს? აი რატომ არის ესე ხშირი მასტურბაცია მაგ პერიოდში? იმიტომ რომ ამ პერიოდში მოჭარბებული აქვთ ძალიან სექსუალური აქტივობა მოზარდებს. ეს არის სწორედ მოზარდთა ჰიპერსექსუალობის პერიოდი, როგორც გოგონებისა, ასე ბიჭებისა და ამ დროს მაგალითად მშობლების მიერ სწორად აღზრდას ბავშვისა, სწორი ტაქტიკის მოძებნას მოზარდთან, მიდგომას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ არასწორი უხეში შეიძლება ორთოდოქსული, შეიძლება ზედმეტად რაღაცნაირი ვულგარული მიდგომით ხომ დაუზიანოთ ფსიქიკა. დავაზიანოთ სერიოზულად ფსიქიკა და ჩემი პრაქტიკა ხშირად, ასე ვთქვათ, აი ესეთი რაღაცეების მომსწრე ხდება ხოლმე. მე ვხდები ესეთი რაღაცეების მომსწრე და ამიტომაც აქ საჭირო არის ყოველთვის. ბატონო, სანამ აი ჩვენ იმ თემაზე გადავიდოდეთ, მასტურბაციის თემაზე, მე მაინც აი ამ სქესობრივი თვით იდენტიფიკაციის თემას მინდა შევეხო. მე ნამდვილად აღმოჩენა იყო ჩემთვის, როდესაც გავიგე, რომ ამრობითი სქესის ნაყოფს თურმე ერექცია მუცლად ყოფნის პერიოდში ბოლო თვეებში უვითარდება. ეს ჩემთვის მართლა აღმოჩენა იყო. რაც აი მე მაინტერესებს უბრალოდ გოგოების სექსუალობა როგორ გამოიხატება. ნუ ეხლა თუ ბიჭი ვითარდება მუცლად ყოფნის დროს და ერექცია უჩნდება, გოგოებს რა უჩნდებათ მუცლად ყოფნის დროს? აი როგორც მე ვახსენე, გენეტიკური დეტერმინანტი, ანუ გენეტიკური განსაზღვრობადობა, ასე ვთქვათ, სქესისა ჯერ კიდე წინა ესე იგი მუცლად ყოფნის დროსაც არის გამოხატული. რაც შეეხება ერექციას, ეს შეიძლება ცოტა გაზიადებულია მთლად ეს ერექცია.
მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცა ესეთი აღწერილი არის, რაღაცას ესე გძნობენ, რა თქმა უნდა. ყოველ შემთხვევაში იმას მაინც ვერ უარყოფთ, ბატონზურაბ, ვერც მე და ვერც თქვენ, მე მინახავს მაგალითად ბავშვები, რომლებიც აშკარად საკუთარი გენიტალიებზე ხელის შეხებისგან ძალიან დიდ სიამოვნებას ბავშვს ეთყობა კიდევაც რომ მოსწონს ძალიან და რაღაც მე მეჩვენება რომ ძალიან ადრიდანვე იწყება ეს ყველაფერი და ფროიდის მოძღვრობას თუ ჩაუყირდებით არა, ზუსტად ამაზე ლაპარაკობს ეს დიდი ავსტრიელი მეცნიერი, ექიმი, ფსიქოლოგი, რომელიც ესე იგი კომპლექსების თეორია რო განავითარა მას, ხო ელექტრას კომპლექსი, ოიდიპოს კომპლექსი, მაგრამ რა არის, იცით, წავიდა ის დრო, როდესაც ესე იგი ფროიდი ითვლებოდა, ესე ვთქვათ, ყოვლის მცოდნეთ და ყველანაირი კრიტიკის გარეშე რო იყო. ესე არ არის, ეხლა ცოტა სხვანაირად არის, ამიტომაც ეს აბსოლუტიზირება, აი ბავშვობის ადრეული ასაკის ჰიპერსექსუალობისა, მისი აბსოლუტიზირება, ჩემი აზრით შეცდომა არის. აქ უფრო უნდა მიუდგეთ ჩვენ რაღაცნაირად აი ფიზიოლოგიური მიდგომა ამ შემთხვევაში უფრო სწორი არის ვიდრე ესე იგი ფროიდისტული მიდგომა. ფაქტია რომ აი პირველიდან 5 წლამდე უკვე რაღაცა თვითშეგდების ფორმები აქვს, ხო რაღაც ფორმირება ხდება. ოჯახს არ ცდება ეს, იმიტომ რომ ამ დროს ახლა 5 წლამდე ბავშვი მიჯაჭვული არის დედასთან და აქ ესე იგი ეს ეროტიკული, ასე ვთქვათ, ლიბიდო ჯერ არ არის განვითარებული, ეროტიკული ლიბიდო სტადიის განვითარება იწყება 6 წლიდან და გრძელდება 12 წლამდე. მაგრამ ყველაზე გადამწყვეტი არის აი მესამე სტადია, ეგრეთ წოდებული სექსუალური ლიბიდო სტადია, ფსიქოსექსუალური განვითარებისა, ეს 12-დან 26 წლამდე გრძელდება, ხედავთ? ეს არის ის პერიოდი, როდესაც საბოლოოდ, ასე ვთქვათ, სქესობრივი თვითონ იდენტიფიცირება ხდება, ლტოლვის ობიექტის ჩამოყალიბება ხდება ამ დროს მოზარდის ფსიქიკაში და შესაბამისად ესე იგი ყალიბდება მისგან ესე იგი მამაკაცი და ყალიბდება ქალი. სექსუალურად აქტიური მამაკაცი და ქალი. და მე რა თქმა უნდა აქ გამიჩნდა ლოგიკური კითხვა. როდესაც საუბრობთ რომ სექსუალური ობიექტის არჩევა ხდება ამ პერიოდში 12-დან 20 ფორმირება სექსუალური ლტოლვის ობიექტის ფორმირება, უნარჩვევების გამომუშავება და ასე შემდეგ, ხო? მე თუ სწორად გავიგე, ეს ის პერიოდია, როდესაც ადამიანი ირჩევს თავის სექსუალურ ორიენტაციას. ნუ კი არ ირჩევს, ესე იგი ხდება ფორმირება ამ ორიენტაციისა, ესე იგი ანუ რაღაცა მას უბიძგებს, მას მოსწონს საპირისპირო სქესი თუ მას თავის საკუთარი სქესი მოსწონს. იცით რა, არ შეიძლება ესე ცალსახად მაგის თქმა და მტკიცება, თუ რითი არის ეს განპირობებული რა. ძალიან ბევრი თეორია არსებობს თუნდაც ჰომოსექსუალიზმის ფორმირების, ესე იგი ჰომოსექსუალური ორიენტაციის ჩამოყალიბების 7-8 თეორია არსებობს. არის გენეტიკური თეორია, არის ჰორმონალური თეორია, არის სქესობრივი აღზრდის თეორია და ნუ ბევრი ძალიან რა, მაგრამ ყველა აბსოლუტურად თეორიის ბოლოს არის ესეთი დათქმა, რომ არ არის დადასტურებული მეცნიერულად ამისი არც ერთი თეორია. არც ერთი. აი დღემდე არც ერთი. დღემდე არ არის. ვერავინ გადაჭრით ვერ იტყვის რითი არის განპირობებული ჰომოსექსუალური ორიენტაციის ჩამოყალიბება. ნუ თუნდაც ეს ავადმყოფობაა? არა, რა თქმა უნდა, არა. აი ძალიან ბევრისგან გამიგია, ნუ ეგენი ხო ავადმყოფები არის. ნუ იცით რა, ესე იგი ეს არის არასამედიცინო, არასაექიმო მიდგომა, ეს არის მიდგომა ცოტა სხვანაირი რა. ეს არის მიდგომა დილეტანტური, ალბათ განპირობებული სქესობრივი განათლების დონის დეფიციტით. ეს არის განსხვავებული ორიენტაცია. და ავადმყოფობა ასე არ იყო ყოველთვის, იყო დრო, როცა ეს ავადმყოფობად ითვლებოდა. ეს ითვლებოდა ეგრეთ წოდებულ დევიანტურ ქცევად, დევიაციად. და ეს იყო 1973 წლამდე. 1973 წელს კურნალობდნენ კი. კურნალობდნენ. ფსიქოთერაპიით კურნალობდნენ, სხვა მეთოდებით კურნალობდნენ. ელექტროშოკით საბჭოთა კავშირში ავერსული თერაპიაც, იცით რა, ნუ გარკვეულწილად კი. საბჭოთა კავშირში ავერსული თერაპიაც იყო, იცით, განვითარებული. აი, ჰომოსექსუალის კურნალობდნენ ადრე, რა თქმა უნდა, ახლა აღარ. აი, ადრეულ საბჭოთა კავშირში. ავერსული თერაპია რა არის? აი, მაგალითად, ალკოჰოლიკს, რო უნდა შეაზიზღო სასმელი, ხო? თამბაქოს წეველს კიდევ თამბაქო. აი, ეს არის ავერსული თერაპია. სპეციალური ნივთიერება არის ესეთი აპომორფინი ქვია, რომელიც იწვევს ღებინების რეფლექსს. აი, მაგალითად, როცა ხდება სიტყვაზე, აი, ღვინის სუნს, ღვინის ჭიქას დაუდგამენ პაციენტს, ალკოჰოლიკს, ქრონიკულ ალკოჰოლიკს და ამ დროს ესე იგი აპომორფინი შეყავთ მის ორგანიზმში და მას უვითარდება ღებინების რეფლექსი. აი, დაახლოებით ესე მკურნალობდნენ ჰომოსექსუალებსაც ადრე. აჩვენებდნენ ესე იგი კადრებს საკუთარი სქესისა და საკუთარი სქესის მიმართ ვითომ ზიზღი უნდა გამომუშავებული იყოს. სრული სისულელე. მე მანიშნებენ რომ არის ზარი და უპასუხოთ აბა სმენელს.
გაიკეთეთ ყურსასმენები. ალო. გისმენთ? თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. აფრაგზანები თქვენ. თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. აბა მე პატარა შეკითხვა მაქვს. დიახ. შეიძლება დღევანდელ გადაცემას არ ეხება, მაგრამ აი წინა გადაცემას. დიახ. მე მაინტერესებს ეს ჰომოსექსუალების ამბავი. ეს თუ დაავადებაა? აი სწორედ 2 წუთის წინ ბატონმა ზურაბმა უპასუხა ამ შეკითხვას. ალბათ თქვენ ვერ მოусმინეთ, ხო? მე დავსვი ზუსტად ეს კითხვა. არა, მე მგონი ესეთი კითხვა არ დაგისვა. არა, ზუსტად ეს კითხვა დავსვი. ზუსტად. მაგის შემდეგ რა თქვით მე? კი და ბატონმა ზურაბმა უპასუხა სწორედ ამ კითხვას. ეგ დაავადებაა თუ არა? ბატონო ზურაბ მოგიწევთ გამეორება. მოდით განმეორებით გიპასუხეთ ბატონო, მოგესალმებით უპირველეს ყოვლისა, თქვენი კითხვა გასაგებია. მე შემიძლია გიპასუხოთ როგორც ექიმმა. სამედიცინო, ასე ვთქვათ, თვალსაზრისით და სამედიცინო თვალსახედვით არსებობს საერთაშორისო მიღებული საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც კლასიფიკაცია ავადმყოფობებისა. დაავადებებისა არის 2 კლასიფიკაცია: ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის ეგრეთ წოდებული DSM-4 და საერთაშორისო კლასიფიკაცია, მსოფლიო კლასიფიკაცია, რომელიც არის ეგრეთ წოდებული DSK-10. აი ამ ორივე კლასიფიკაციაში ჰომოსექსუალიზმი როგორც დაავადება არ არის შეყვანილი. არ არის უკვე მოხსენიებული. 1973 წლიდან უკვე ის ამოღებული არის დაავადებების ნუსხიდან. ადრე იყო. დღეს აღარ ითვლება. დღევანდელი მედიცინა თვლის, ბატონო ჩემო, რომ ჰომოსექსუალიზმი არის განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია და არა დაავადება. აი ეს არის ჩემი პასუხი, რომელიც გამომდინარეობს, ესე იგი, მსოფლიო მედიცინის გამოცდილებიდან და ასე ვთქვათ, კვლევებიდან. ჩვენ უპასუხეთ, მე მგონი ამ მე მგონი ამ უწურავად უპასუხეთ, დიახ. კი. ბატონო ზურაბ, უნდა დაუთმოთ ნელ-ნელა ეთერი. გვაქვს კიდე დრო, ხო? გავიმეორებ მაშინ ჩვენი ტელეფონის ნომრებია 292 11 88 292 11 99 თუ გაგიჩნდებათ კითხვები, ან რაიმეს დამატება გსურთ, აუცილებლად უნდა დაგვირეკოთ, არაფერი მოსარიდებელი აქ არ არის, სახელები, გვარები, სახეები აქ არ ჩანს და სრულიად დაცულია თქვენი ანონიმურობა. ასევე შეგიძლიათ მოგწეროთ Facebook-ის გვერდზე გადაცემისავე სახელწოდების მიხედვით გვიპოვით აკრძალული ხილი აკრიფეთ Facebook-ზე, ან ქართულად, ან ლათინურად, ორივე შემთხვევაში მოგვაგდებთ აუცილებლად. ასევე თუ გამოგრჩათ, აი როგორც ჩვენმა მსმენელმა აღმოჩნდა, რომ ვერ მოგვისმინა, იმიტომ რომ იმ წუთას როგორც ჩანს კრებდა ჩვენს ტელეფონის ნომერს და ესაუბრებოდა საინფორმაციო წამყვანს, აი ამ წუთას ზუსტად ჩვენ საუბრობდით იმ თემაზე, რის შესახებაც ჰქონდა კითხვა. მე მგონი დაფნა, აი ამ რადიო მსმენელს უნდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენ. ნამდვილად, ასე ვთქვათ, საინტერესო, ბევრს აინტერესებს იმ კითხვის. ბევრს აინტერესებს და ბევრი ვერ სვამს ამ კითხვას. ვერ სვამს ბევრ კითხვას და ვერ ღებულობს პასუხს სხვათა შორის რა. იმიტომ რომ ისეთი რაღაცეები ისმის ტელევიზორში ზოგჯერ, რომ, ნუ რავი, მე როგორც ექიმს და ჩემ კოლეგებს ალბათ მე ხალხზე გვიდგება. ზოგჯერ ისეთი პასუხები ისმის აი ამ კითხვებზე. იცით რა, ბატონო ზურაბ, მე კიდევ ერთ რაღაცას მივხვდი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტონალობას. რა ტონალობაში მიდის საერთოდ საუბარი? რა თქმა უნდა. ძირითადად რატომღაც ცდილობენ, მე არ მიწყენენ ალბათ ჩემი კოლეგები, რადიოს და ტელევიზიების წამყვანები, ცდილობენ ცოტა ისეთი სკანდალური კუთხე მისცენ ყველაფერს. და ყველაფერს მოუმატონ ნელ-ნელა გრადუსი, აიყვანო დუღილის ტემპერატურამდე. ეს ბუნებრივია. რომ რაც უფრო შეიძლება მეტაც ყურებადი იყოს ეს ყველაფერი. მესმის, ერთი მხრივ მესმის, რა თქმა უნდა, რეიტინგი დაგუყავს ჩვენ ყველას, ან აგვაზევებს და დაგვამშვენებს უყოლოს, თუ არა და, ნუ, არ ვიცი, შეიძლება ისე მიგვივიწყონ. რეიტინგი თუ ქალები. რა, თქვენ ალბათ ქალები დაგუყავთ. მამაკაცს ნამდვილად ქალები დაგუყავთ. ხო და ასე რომ მე მგონია რომ ის ტონალობა რომელშიც მე და თქვენ ვსაუბრობთ ამ გადაცემაში არც გამაღიზიანებელი უნდა იყოს საზოგადოებისთვის, მით უმეტეს რომ ჩვენ ძალიან ვცდილობთ რომ ეს ასე იყოს, დღეს ენამებმება რატომღაც და პლუს იმ ყველაფერს რომ მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ თქვენ მიზიხართ. ავარია ენამ არ გიყილოს. არა, ისეც არაფერს არ ვიტყვი რომ ენამ მიყივლოთ. მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ თქვენ ხართ ჩემი მეწყვილე, ბატონო ზურაბ, იმიტომ რომ სანატრელი იყო ალბათ საქართველოში სექსოლოგი, რომელიც დაჯდებოდა და გადაცემათა ციკლს წაიყვანდა.
ძალიან ბევრი კითხვა აქვს ჩვენს რადიო მსმენელს. მე ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. უნდა გაიგოს ჩვენმა საზოგადოებამ, რომ ეს გადაცემა არსებობს, რომ რადიო იმედზე 105-სა და 9-ზე სამშაბათს 22 საათსა და 15 წუთზე შეუძლია მოისმინოს გადაცემა იმის შესახებ, რაზედაც არ საუბრობენ. რაც შეეხება მეორე საათს, ჩვენი გადაცემის მომდევნო საათს, მე დავაანონსებ და გეტყვით, რომ ჩვენ მეორე საათში ვისაუბრებთ იმ თემაზე, რომელიც ნამდვილად განეკუთვნება აკრძალული ხილების თემას. ეს არის მასტურბაცია, არ გადართო თქვენი რადიო მიმღებები, ძალიან ბევრი საინტერესო კითხვა მაქვს მე ბატონ ზურაბთან და ის ამომწურავად მიპასუხებს მე ყველა ისე არ გავუშვებ ამ სტუდიიდან. თუ არ მიპასუხებს ყველა. არც მე არ წავალისე რო არ გიპასუხო დაფნა კიდეც. კეთილი, წინგელი საინფორმაციო გამოშვება, მოკლე ბლოკი, მუსიკა და ამინდი, რომელიც ყველას ძალიან გვაინტერესებს, იმიტომ რომ არ გვანებივრებს ამინდი და შემდეგ ჩვენ დაგიბრუნდებით. Ток-шоу უპროსებისთვის. აკრძალული ხილი. აკრძალული ხილი. დაფნასთან და ზურაბ მარშანიასთან ერთად. აკრძალული ხილი. ეთერშია გადაცემა აკრძალული ხილი, რომელიც ყოველ სამშაბათს 22 საათსა და 15 წუთზე გადის რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, მე დაფნა გახლავართ. ბატონ ზურაბს გავუხსენით მიკროფონი, საღამო მშვიდობის ბატონ ზურაბ. საღამო მშვიდობისა. ჩემი თანაწამყვანი დიდი სიამოვნებით კიდევ ერთხელ მინდა წარგიდგინოთ საქართველოს სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტი, საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, ექიმის სექსოლოგი, პროფესორი ზურაბ მარშანი. ბატონ ზურაბ, ჩვენ პირველ საათში მიმოვიხილეთ კიდევაც და ძალიან ბევრ ასპექტსაც შევეხეთ ფსიქოსექსუალური განვითარებისა და მივადექით ძალიან საინტერესო თემას, რომელსაც სამედიცინო ენაზე ქვია მასტურბაცია. მაგრამ ზოგადად ამას საზოგადოებაში ეძახიან ონანიზმს და გავაკეთოთ პატარა ექსკურსი, რატომ დაერქვა ამ მოვლენას ონანიზმი. ეს უძველესი დროიდან არის, ძველი აღქმის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, პრიტჩა არის ესეთი ონანის შესახებ. რომელიც ზუსტად ამ საქმით იყო დაკავებული. თუმცა ძალიან საინტერესო პასაჟი და ინტერპრეტაცია აქვს ცნობილ სექსოლოგს, ცნობილ რუს სექსოლოგს იგორ კონს, რაც გარდაცვლილია ეს კაცი. და მისი ვერსიის მიხედვით ცოტა მოდიფიცირებულია ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეს ძველი აღქმიდან ეს ვერსია პროფესორი კონის მიერ. მისი ვერსიის მიხედვით ონანიზმს ეწეოდა დაერქვა ამას ონანის მიხედვით ეს ონანიზმი დაერქვა მასტურბაციას იმის გამო რომ მან უარი განაცხადა თავისი გარდაცვლილი ძმის ცოლად მოყვანაზე. ძმის ცოლის ცოლად მოყვანა. დიახ, ძმის ცოლი ცოლად უნდა მოიყვანა, ასე ვთქვათ, იუდეველთა შორის მიღებული ადაწეს დღესაც არის მიღებული. მართლა? მაჰმადიანებს შორისაც და იუდეველთა შორისაც. ძმა როცა გარდაიცვლება უფროსი ძმა, ესე იგი უმცროსი ძმა უნდა მოიყვანო და უფროსი ძმის ცოლი არ მოიყვანა ამ კაცმა, იმიტომ რომ ზნეობრივი იყო ეს პიროვნება და ესე იგი ვერ გააკეთა ეს ყველაფერი და ამის გამო რა თქმა უნდა იძულებული იყო მასტურბაცია ეწარმოებინა და ამიტომაც დაერქვა ამას ონანიზმი. ბატონ ზურაბ, მე მანიშნებენ რომ კიდევ ერთი ზარია ეთერში. მოусმინოთ. მართალია ჯერ ვერ მოვასწარეთ ვერაფრის თქვა ამ საათში. გისმენთ? გამარჯობა. საღამო მშვიდობის. პირველად რომელ საუკუნეში და რომელ ქვეყანაში დაადგინეს რომ ჰომოსექსუალიზმი არის ავადმყოფობა? თუ იცით? კი ბატონო. 1973 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში არა, მაგას არ გეკითხეთ. არა, თქვენ კითხავენ პასუხს, ესე იგი. ბოლოდან იწყებთ? არა, თქვენი კითხვა ხო ესეთი იყო, რომ პირველად რომელ საუკუნეში დაადგინდა პირველად რომ არის ავადმყოფობა? რომელ ქვეყანაში რომ ეს ჰომოსექსუალიზმი არის ავადმყოფობა? მე რო აიგზალე, ვიცი. არა, ესე იგი აღარ არის ავადმყოფობა 1973 წლიდან პირველად. და რომ არის ავადმყოფობა? მანამდე როდის დაადგინდა? მანამდე. მოდით ჩვენ ვილაპარაკოთ, რომ ესე იგი ჰომოსექსუალიზმი არ ითვლებოდა არათუ ავადმყოფობად, მაგალითად ანტიკურ პერიოდში, ბატონო ჩემო, აი ძველ საბერძნეთში, ძველ რომში, ალბათ მოგეხსენებათ. ის ითვლებოდა ქრისტიანობის შემდეგ დაიწყო, არა ეგ დიახ, ესე იგი ქრისტიანული რელიგიის მომძლავრებასთან დაკავშირებით რომის იმპერიაში და მომდევნო პერიოდში, შუა საუკუნეებში და მომდევნო პერიოდში ეს რა თქმა უნდა ითვლებოდა უდიდეს ცოდვად
დანაშაულადაც ითვლებოდა, იჯებოდნენ კიდევაც, ასე ვთქვათ, ადამიანები, რომლებიც მხილებული იყვნენ ჰომოსექსუალებში და რა თქმა უნდა, ეს ითვლებოდა როგორც დანაშაულად და მეცაც გეტყვით, ეხლა ჩვენ ხო გვახსოვს ბატონო ჩემო, ესე იგი მე მგონი თქვენც, რა ვიცი, ალბათ ერთი ასაკისავართ. გახსოვთ ის დრო? შესაძლებელია, მე 57-ისა ვარ. მე 70 წელს უკაკუნ. არც ისე ბევრია ჩვენ შორის ხოვობა, ბატონო. როგორ გეკადრებათ, ეხლა ვიწყებ ცხოვრებას. რა თქმა უნდა, ასე თუ ისე დემოკრატიის გზაზე ვარ გაჭრილი. ნამდვილად ასე და ესე იგი მე მინდა ვთქვა რომ ჩვენ გვახსოვთ ის დრო საბჭოთა კავშირში, როდესაც ჰომოსექსუალიზმი ითვლებოდა დანაშაულად, კრიმინალად. არა, პოლიტბიუროს წევრებს ხმას არცემდნენ, ან ცეკას მძივნებს. რა თქმა უნდა. უბრალო ადამიანებს ემუქრებოდათ. კიტალეიშვილი დაეგენა. უბრალო ადამიანებს, რა თქმა უნდა, რომელიც მხილებული იყო, დამტკიცებული. ისაც პატრონი არ აყავდა, როგორც ეხლა მაშინაც ეგრე. კი ბატონო, 2-დან ციხე არიცლება, რაც იყო. 2-დან 3 წლამდე ციხე იყო. მავნების დარჩნენ. 2-დან 3 წლამდე ციხე იყო ამაზე. დღეს, რა თქმა უნდა, პასუხისგებლობა ჰომოსექსუალიზმზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით არ არის. დანაშაულად ის არ ითვლება. რაც შეეხება ავადმყოფობას, ხო, აი მე მგონი პირველ ნაწილში გაგეცით პასუხი მაგის თაობაზე. რომ არა ზუსტად მაინტერესებდა ესე იგი რომელი საუკუნიდან რომელ ქვეყანაში ესპანეთში თქვათ იტალიაში არა საყოველთაოდ იცით აი დისერტაციაზე მუშაობ ეხლა ინკვიზიციის როლი ევროპის დიახ ხო ой გაგვეთიშა ალო ალბათ ინკვიზიციის როლი ევროპის ცხოვრების სინამდვილეში. აჰა. კი ბატონო, ძალიან საინტერესოა და ნუ თქვენ სწორად აღართ აქცენტი დაყენებული, ზუსტად ეს დაკავშირებული არის აი იმ პერიოდთან, როდესაც ქრისტიანული რელიგია მომძლავრდა. საუკუნიდან თუ ესე იწყება ინკვიზიცია მე-11 საუკუნიდან და ზუსტად ინკვიზიციამდე ეხლა მე მიჭირს მაგის მოზევნა ზუსტად და მე მეგონა თქვენ გეცოდინებთ. არა, ინკვიზიციამდეც ეს ითვლებოდა, ესე იგი დაჟჯად ქმედებად, აი ადრეულ შუა საუკუნეების პერიოდში და ეს აღორძინების ხანა. აღორძინების ხანამდეც, აი უძახიან ბნელ პერიოდს რო უძახიან, თლაბნელი არ იყო შოთაშორის, მაგრამ განვითარებულები არიან 97%-იანი პრეზიდენტი ყავთ 21 საუკუნეში. კი ბატონო. შიდობაში მოახმაროთ ღმერთმა, კარგად ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო ჩემო, დიდი მადლობა. საინტერესო კითხვების. კი, გააქტიურდნენ, ხედავთ ამდე მისასალმებელია ესეთი დისკუსია. რა თქმა უნდა. დისკურსებით საკმაოდ ისეთი მოულოდნელი არის და საინტერესოდ მოულოდნელი მე ვფიქრობ. ყოველ შემთხვევაში ვისაც არ ყოფნით გამბედაობა და ამაში დასაძრახიც არაფერი არ არის ძვირფასო რადიო მსმენელებო მოიძიეთ ჩვენი Facebook-ის გვერდი მოგწერეთ თუ ესეც გერცხვინებათ რეგისტრაცია გაიარეთ სხვა სახელითა და გვარით ან ნიკნეიმით ანონიმურად შემოდით დაგვისვით კითხვები და მე მერგო ეს როლი მე უნდა გავახმოვანო ეს კითხვები სხვა შორის ამოკრეფილი მაქვს აქ რამდენიმე კითხვა რომელიც ფორუმზე მოვიძიე ბატონზურაბ მასტურბაცია ონანიზმთან დაკავშირებით და თუ შეიძლება უკვე დაგისვა. ალბათ ჩემ საიტზეც ბევრს ნახავთ. თქვენ საიტზეც ბევრი ვნახე, სხვაგანაც ძალიან ბევრია. კოლოსალური რაოდენობა. კი, უბრალოდ იცით რა, თქვენ უკვე გაცემული გაქვთ ამ კითხვებზე პასუხი და არ იქნება ისეთ საინტერესო, რომ ისე ვატრიალოთ იგივე კითხვები. ასე რომ რამდენიმე სხვა კითხვა მაქვს თქვენთვის მომზადებული. აი ქალბატონი წერს, ვარ 30 წლის, გათხოვილი. სექსუალური ცხოვრება სრულიად მოგვარებული მაქვს. მეუღლეც საკმაოდ ძლიერი მამაკაცია. სექსით მის ყოველდღე ვკავდებით. თუმცა მე პირველი ორგაზმი ძალიან ადრეულ ასაკში, სადღაც 4-5 წლის ასაკში განვიცადე და მას შემდეგ დღემდე ვეწევი მასტურბაციას. მითხარით, რა ვუშველო ჩემ თავს? ეს ხომ დიდი ცოდვაა. საინტერესო კითხვაა, სხვათა შორის მე უპასუხებდი ესეთნაირად. თავი და თავი ამ ქალბატონის მდგომარეობისა და შეიძლება ითქვას ტანჯვისა არის ის, რომ ვარაუდის დონეზე შემილია მხოლოდ თქვა, იმიტომ რომ ბოლომდე ის არ ლაპარაკობს. ძალიან დიდი ალბათობაა იმისა, რომ მას აქვს ანორგაზმია. უბრალოდ ანორგაზმია რას ქვია? ანორგაზმია ნიშნავს, ესე იგი, ქალის მიერ სიამოვნების გრძნობის ვერ მიღებას სქესობრივი აქტის მსვლელობის პერიოდში. ხო, რა ვიცი, პირიქით დახატა ისეთი სურათი. არა, სხვანაირად ხატავს მაგი რა, რახან ესე იგი ის იძულებულია აწარმოოს მასტურბაცია და ასე ვთქვათ, მასტურბაციით მივიდეს ორგაზმამდე, არა?
ესე იგი სქესობრივი ათგზით ეს ქალბატონი ორგაზმს ვერ აღწევს. შესაბამისად, ანორგაზმია საკმაოდ რთულად სამკურნალო პათოლოგია სხვათა შორის. განსხვავებით სხვა ქალთა სექსოლოგიური პათოლოგიიდან, აი ანორგაზმი არ არის იოლი სამკურნალო და ძალიან ბევრი ქალი იტანჯება ანორგაზმით, როდესაც შესაძლებელია მივიდეს სექსოლოგთან, ჩაიტაროს კურნალობა და ნახევარზე მეტ შემთხვევაში საკმაოდ კარგი შედეგი არის კურნალობის. ბატონო, მე უფრო სხვა რაღაცა მაინტერესებს, სიმართლე ვერ გითხრათ, უფრო სხვა რამ დასაფიქრებელი ვიპოვე ამ კითხვაში. 4-5 წლის ასაკში განცდილი ორგაზმი ადამიანს შეიძლება დაამახსოვრდეს? რატომაც არა, შესაძლებელია. თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ გქონდა, იცით რა, ვერ გაიაზრა რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ გქონდა ლაპარაკი აქ ფსიქოსექსუალურ განვითარებაზე, სქესობრივ განვითარებაზე და აქ ლაპარაკი არის ნაადრევ განვითარებაზე. აი ნაადრევ მე მყოლია სხვა შორის ესეთი პაციენტები ადრე მაგალითად საბჭოთა პერიოდში სექსოლოგს ჰქონდა უფლება, რომ ბავშვის კონსულტაცია ჩაეტარებინა. დღეს ამის უფლება არ აქვს. ამიტომ თუ ვინმე 16 წლამდე მოინდომებს ჩემთან კონსულტაციაზე მოსვლას, მე ასე ვთქვათ, იძულებული ვიქნები უარი განვაცხადო. არა მაქვს უფლება, რატომ არ მესმის? რატომ არ მესმის, მაგრამ არა მაქვს. აქ ლაპარაკი არის ნაადრევ განვითარებაზე. ამ ნაადრევი განვითარების ერთ-ერთი სხვათა შორის საინტერესო მდგენელი ეს არის ბავშთა მასტურბაცია. ლაპარაკი არის მცირეწლოვან ბავშთა მასტურბაცია. 5 წლის, 4 წლის, 3 წლისაც. მე მქონია პრაქტიკაში ესეთი. კიდე ერთხელ ვიმეორებ საბჭოთა პერიოდში და არა. კანონდარღვევაში რავი ნეჭს შეიტანს. კანონმორჩილი მოქალაქე ვარ. კიდევ ერთი ასეთი კითხვა. შეიძლება თუ არა დავფეხმძიმდება მასტურბაციის დროს, თუ წინასწარ ხელები არ დავიბანე. ბევრ საზოგადოებრივ ადგილას მიწევს ყოფნა და რა ვიცი, აბა, აი ასე მთავრდება კითხვა. აი ღმერთო ჩემო, აი აქ კომენტარი შეიძლება მხოლოდ ღმერთო ჩემო, რატო? იმიტომ რომ ესე იგი ამ პიროვნების სქესობრივი განათლებულობის დონე არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო და ალბათ ნეანდერტალელის შეიძლება ნაკლებ დონეზეა რა. აი როგორ შეიძლება ზრდასრული ადამიანი იმდენს ვერ ხვდებოდეს რომ დაუბანელი ხელი დაორსულების ასე ვთქვათ საფუძველი ვერ იქნება. რა ვიციო რას ვკიდებო ხელსო? რას კიდებს ხელს გამოგებინე? სპერმას კიდებს ხელს და სპერმანია ფიქა? არა, ალბათ გონია რომ აი მაგალითად მეტროს მოაჯირს ესკალატორის ან რა, აი ეს არის ისეთი გაუნათლებულობა, რომელიც აი უშუალო მიზეზი არის ზუსტად სექსუალური დისფუნქციის. აი შეიძლება ამ გოგონას რა დაემართოს? მართლა ჩათვალოს რომ არის ორსულად და შეუწყდება სხვათა შორის მენსტრუაცია. და განუვითარდება ცრუ ორსულობა. ასევით შესაძლებელია, ეს ფსიქოლოგიურია, ფსიქოგენური ვექტორით გამპირობებული მდგომარეობა. ეს ხო საშინელებაა რა. ელემენტარული, კაი, ანატომიას არ სწავლობს, ბიოლოგიას არ სწავლობს, სკოლაში რო არ სწავლობენ ბავშვები, ვიცით, უნივერსიტეტებშიც რო არ სწავლობენ, ვიცით, მაგრამ რაღაცით დაინტერესდეს ბოლოს და ბოლოს აკრძალულ ხილს მაინც უსმინოს და Facebook-ზე მაინც შემოვიდეს ეს დალოცვილი რა და აუხსნით რომ ბინძური ხელებით მასტურბაციის დროს ის არაფრის დიდებით არ დაორსულდება. გარანტიას ვაძლევ 100%-იანს და მაგ მე ჩემი საექიმო ბეჭედი ერთი ძველდაძველი ჯერ კიდე საბჭოთა პერიოდზე რომელიც მოქმედია და დავარტყამ იმასაც და მოუწერ ხელს მეტი რა ვქნა ახლა. კიდევ ასეთი კითხვა. ექიმო, არის თუ არა მასტურბაცია ნარკომანიის ერთ-ერთი სახეობა? მინდა რომ შევეშვა და ვერ ვეშვები. ვაიმე. რამდენი წლისა არ ამბობ? არა. ალბათ ამას მოზარდი ლაპარაკობს. ეს ნარკომანია არ არის, თუმცა ამ კითხვაში რაღაც რაციონალური მარცვალი ნამდვილად არის. თუ ეს არის მოზარდი არა, აი მოზარდთა ჰიპერსექსუალობის პერიოდზე ვილაპარაკეთ ჩვენ. მართლაც არ შეუძლია მას. რეგულირება რაღაცნაირად თავისი სექსუალური ქცევისა მოზარდს ძალიან უჭირს. ამ დროს ძალიან ხშირად ესე იგი ისეთ პარადოქსულ სიტუაციაში ხანდახან მასტურბაციას ატარებს. აი მაგალითად მე ჩემი კლინიკური პრაქტიკიდან ახლა წიგნზე მუშაობ თქვენ მოგეხსენება და იქ მოყვანილი მაქვს ერთი ჩემი პაციენტის მაგალითი, როდესაც ესე იგი მოხდა ესეთი შემთხვევა, რომ მასწავლებელმა რომელიც კერძოდ რეპეტიტორი, რომელიც ამზადებდა ბავშვს მოზარდს, რა თქმა უნდა, 12 თუ 13 წლის იყო, არ ვიცი, ბიჭი. და ეს იყო ქალი. შემიძლია ვივარაუდო, რომ მიმზიდველი. ხო და რაღაცნაირად მიუსტრო ამ ქალმა, ამ ბიჭს, რომ მასტურბაციას აკეთებდა გაკვეთილის დროს, როცა ის გვერდით ოთახში გავიდა, ეს საკუთარ სახლში ამზადებდა რა, ეს რეპეტიტორი, ხო, ჩვეულებრივი რაღაცაა და ატეხა ამ ქალმა ერთი ამბავი, დედა ჩააყენა საქმის კურსში და ეს დედა
მოვიდა გადარეული ჩემთან მიღებაზე ტირილით, რომ მიშველეთ ბატონო ზურაბ, ვიღუპები ჩემ შვილს გადახრა აქ. არაფერი გადახრა არა აქ, მოზარდთა ჰიპერსექსუალობის პერიოდი და მიმზიდველ ქალთან, ასე ვთქვათ, ახლო კონტაქტი ჰქონდა, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, პედაგოგიური ურთიერთობა ეს ახლო კონტაქტს გულისხმობს ფსიქოლოგიურს, სადაც ხადი ამ მოზარდთა ჰიპერსექსუალობის პერიოდში ვერ შეიკავა ბიჭმა თავი და მე რა საპირფარეშოში მაინც რო გასულიყო არ ჯობ. ნუ ვერ შეიკავა თავი რა, თქვენ ხო ეხლა ბძანეთ, არ შემიძლია. აი ეს არის და მე მოუწოდე, არა, თქვენ კი არა. მე არაფერი გამს თქვენ კი არა, თქვენმა რესპონდენტმა, რომელმაც თქვა, რომ აი ვერ ვიკავებ თავსო და ნარკომანი არის. მინდა შევეშვა ვერ ვეშვებია. ზუსტად, ნუ ღელავს, შეეშვება. როდესაც ჩაივლის მოზარდთა ჰიპერსექსუალობის პერიოდი. ბატონო ზურაბ კიდევ ერთი ზარია. კი ბატონო, მზად ვარ. რატომ მაწევთ? მოგესალმები, ქალბატონო დავხსნა. ბატონო. მეორე კალ საინგილოდან წარმილია ხა. გაგიკვირდებათ ალბათ. არ მიკვირს. ის რაიონი სოფელი ალიბეგროდან. მოგესალმები. ისმენელი კაცოხებ თქვენი მუდმივი ისმენელი. თქვენ ადრესს გისმენით ხოლმე ყოველთვის თქვენ პროექტებს და ეხლა დღევანდელი პროექტსაც უსმენდა. რა ვიცი მე ცოტა მერიდება, მაგრამ ასეთი შორიდან ასეთი კითხვა, მაგრამ ხა წარმოადგენია. ამ ადამიანს ამ სტუმარს მინდა უთხრა, რომ აი მეც მაგას ვერ შევიდა, აი რას მიშვის, აი რა გავაკეთო ისეთი, რომ არანაირი ურთიერთობა არ მოგთქვა. ისეთი არა ქავთან ან თქვათ, მიშლიან თქვათ ასეთ რაღაცას და აი რამდენი წლის ბრძანდებით, პაიცემი? 28 წლის. 28 წლის. გასაგებია. გაითიშა. თუ მე მგონი მაინც უნდა უპასუხოთ. უნდა უპასუხოთ აუცილებლად. მე მგონი უპასუხოთ, ესე იგი ადამიანი იტანჯება ამითი, რომ ის 28 წლის ასაკში კვლავ იძულებულია მასტურბაცია აწარმოოს. უნდა ვთქვათ ესეთი რაღაცა, იცით? მასტურბაცია თავისთავად აი მოზრდილ ასაკში, უკვე 28 წლის ასაკში, განსხვავებით მოზარდთა ჰიპერსექსუალობის პერიოდისა, როცა ეს ბუნებრივი მოვლენაა და თითქმის, არ მინდა ხა პროცენტი თქვა, სხვადასხვა ავტორები, ამერიკელები სხვა პროცენტს იძახიან, ევროპელები სხვას. მაგრამ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს არ არის სახარბიელო მოვლენა. მე შეიძლება თავიდანვე ვერ ვიტყვი, რომ ეს რაღაცა პათოლოგიაა, მაგრამ ალბათ საქმე გვაქვს ჩვენ ჩანაცვლებით მასტურბაციასთან. უბრალოდ ის ვერ პოულობს პარტნიორს. მას აქვს კომუნიკაციური პრობლემები ამ ჩვენ მსმენელს და არა, რამდენად ლოგიკურია კითხვა, მინდა შევეშვა და აი როგორ გავაკეთო ეს, როგორ დავანებო თავი. აქ მე მგონი კითხვა 28 წლის მამაკაცმა? ხო. სოლი უნდა მოიყვანოს. აი ეს მინდოდა თქვენ. სოლი უნდა მოიყვანოს და უნდა დაიწყოს სრულფასოვანი სქესობრივი ცხოვრება. მასტურბაცია არ არის სრულფასოვანი სქესობრივი ცხოვრება. მასტურბაცია ეს არის სუროგატული ფორმა სექსუალური აქტივობისა და 28 წლის ასაკში თალსახად განიხილება როგორც ნეგატიური და არასასურველი მოვლენა. და ბოლო კითხვა, რომელზედაც ვიცი რომ ძალიან სწრაფად მიპასუხებთ, მე უკვე მოკლე საინფორმაციო გამოშვება გვაქვს ეთერში. ექიმო, შეიძლება თუ არა მასტურბაციის დროს საქალწულე აპკის დაზიანება? ძალიან ძნელი წარმოსადგენია, ძალიან ძნელი. რა არის იცით, მასტურბაციის ბევრი სახე არსებობს, აი თუ სარგებლობენ ისეთი დაუშვათ, არის ფალოიმიტატორები, აი ფალოიმიტატორით რა თქმა უნდა შესაძლებელია. უბრალოდ აი უფრო ხშირად როგორც აკეთებენ, ისე გაღიზიანების, კლიტორის გაღიზიანების ზით, რა თქმა უნდა არა. კიდეა მსმენელი? მოვასწრებთ. გისმენთ? აი ინგილოდან და მე კიდე იტალიიდან გეხმიანებით. იცი ისი თქვა მინდა? აი ჩვენი ტრადიციები თავზე მოხვეული ხო არა გვაქვს ძალიან. და ამ მასტურბაციას იმიტომ ხომ არ მიმართავთ ბატონო ზურაბ. რა ტრადიციები გაქვთ ხელობაში? აი ჩვენი ქართული, ჩვენი კავკასიური ტრადიციები, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას გქონდეს ნორმალური სექსუალური ურთიერთობა და ყველა მასტურბაციით არის დაკავებული. ყველა არ არის მასტურბაციით დაკავებული, ძალიან ბევრი. თქვათ, ბევრი დაოჯახებული არის, მე ეხლა დღეს სხვა დროა, დღეს ქორწინების გარეშე სქესობრივი ცხოვრებაც, ცოტა ჟარგონის ენოზე ვთქვათ, მოსულა საქართველოში. მაბნია თუ არა? კეთილი, ჩვენ აი აქ უნდა შევწყვიტოთ ურთიერთობა. მსმენელს ძალიან დიდი მადლობა, გითხრეს რომ იტალიიდან გვირეკავდნენ. ჩვენ მოკლე საინფორმაციო გამოშვების შემდეგ ვუპასუხებთ აუცილებლად. ამ კითხვას ვუპასუხებთ და დარჩით ჩვენთან, აუცილებლად მოგვისმინეთ. ხალბატონო, დარჩით ჩვენთან. არის თუ არა მავნებელი მასტურბაცია? კი ბატონო. ток-შოუ უფროსებისთვის. აკრძალული ხილი. აკრძალული ხილი. დაფნასთან და ზურაბ მარშანიასთან ერთად. აკრძალული ხილი.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ ბავშვები არ გვისმენენ, იმიტომ რომ მართლა ისეთ თემებზე ვლაპარაკობთ, მე ვწითლდები ზოგჯერ ამ სტუდიაში. ძვირფასო რადიო მსმენელებო, ჩვენ იტალიიდან დაგვირეკეს და ბოლო კითხვა, რომელზედაც შევწყვიტეთ მაუწყებლობა ამ გადაცემისა, იყო არის თუ არა მასტურბაცია მავნე. კი ბატონო, გიპასუხებთ დაფნა და უპასუხებ იტალიიდან ჩვენ რადიო მსმენელს, რომ მასტურბაცია კი არ არის იმდენად მავნე. მავნე არის მუდმივად იმაზე ფიქრი, რომ მასტურბაცია ავნებს ადამიანის ჯანმრთელობას. აი სწორედ აი ამაზე ფიქრი, რომ ვაი თუ მე მასტურბაციას ვაკეთებ და ამის გამო მე შვილები არ მეყოლება, მე მამაკაცობას დავკარგავ, საშვილოს ნუ გადამიგვარდება, რას არ ფიქრობს ამ დროს ესე იგი მოზარდი და არა მარტო მოზარდი. მე წაგიკითხავთ, ახლა რას ფიქრობს 15 წლის გოგო? გავგიჟდი ეს რო წავიკითხე. ვარ 15 წლის, ჩემ თავში ყველაფერი მომწონს, გარეგნობაც, განათლებაც, ხასიათიც, მაგრამ არის ერთი რამ, რაც ვერ დავთრგუნე ჩემში, რასაც ვერ მოვერია. მე ხშირად ვეწები მასტურბაციას და შემდეგ მეზიზღება ჩემი თავი. რამდენჯერმე ავუკრძალე საკუთარ თავს ამის გაკეთება, მაგრამ სურვილმა მძლია. ტყუილს ვერ ვიტან და თავი მატყუ არ ამგონია, სირცხვილით მშობლებს თვალებში ვეღარ ვუყურებ. ანდა ჩემს მომავალ მეუღლეს რა ვუთხრა? აი ზუსტად ეს არის და რა არის ახლა აქედან გამოსავალი. რახან ესე იგი ესეთი მძიმე ფსიქიკური დარღვევების საფუძველი შეიძლება გახდეს აი ესეთი ფიქრები არა ადამიანისა და განსაკუთრებით მოზარდისა, მისი ფსიქიკა ხო არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული. აქ აუცილებელია ტაქტიანი მიდგომა პირველ რიგში მშობლების მხრიდან, მასწავლებლების მხრიდან, რომ არ მოხდეს ბავშვის ტრამატიზაციას. უნდა განვიხილოთ ჩვენ ეს მოვლენა როგორც ბუნებრივი მოვლენა და მოზარდთა ჰიპერსექსუალობის პერიოდის ჩათავებასთან ერთად, რა თქმა უნდა, მასტურბაციის ინტენსივობაც კლებულობს იმისი განცდაც, რომ ის არის რაღაც სასიკვდილოდ სასხიფათო ორგანიზმისთვის. არ არის სახიფათო რა ბოლოს და ბოლოს რა. არ არის, აი მე მინდა რომ აი გაიგოს ყველამ, რომ არ არის. სახიფათო სხვა არის. სახიფათო არის, ალბათ ამაზე მიჩვევა რაღაცას. მე არაფერი მიჩვევა, აბარა მიჩვევა უნდა იყოს, დაფნა გენაცვალე. ადამიანი დაუშვა თინეიჯერობის პერიოდში. როდესაც იტანჯება და ამბობს, მინდა რომ 80%-მდე ამერიკის შეერთებულ შტატებში კვლევების, უახლესი კვლევების მიხედვით 80%-მდე დადგენილია, რომ მასტურბაციას ეწევიან მოზარდები რა. ჩვენთან ახლა ნაკლები იქნება ეს პროცენტი. ეს არის ესე იგი ბუნებრივი მოვლენა დაკავშირებული მოზარდთა ჰიპერსექსუალობის პერიოდში, როგორც კი მაგრამ ჩვენ მხოლოდ მოზარდებზე ხომ არ ვსაუბრობთ? არა, გეტყვით რაშია საქმე. როდესაც ადამიანი უკვე იწყებს სქესობრივ ცხოვრებას, არა, მასტურბაციას აღარ ეწევა უკვე ის. ესე იგი აქ ლაპარაკი არის, რომ ადამიანმა მიიღოს პირველი სექსუალური გამოცდილება ქორწინების გზით, ხო? და დაიწყოს სრულფასოვანი სქესობრივი ცხოვრება. დღეს გადავაწყდი ერთ-ერთ ასეთ სტატიას იმის შესახებ, რომ დაქორწინებული მამაკაცებიც ეწევიან მასტურბაციას ძალიან ხშირად და ამაშიც დასაძრახი არაფერი და გასაკვირი რაც თავარი არაფერი არ არისო. ნუ ეს უკვე დასაძრახი, მოდი ნუ განსჯით ნურავის, მაგრამ ესე იგი ნამდვილად აქ არა გვაქვს ჩვენ. აი აქ უკვე შეიძლება რაღაც გადახრასთან გქონდეს საქმე ჩვენ. აქ გასარკვევია. არის მთელი რიგი დაავადებები, მაგალითად არის ზოგიერთი არც თუ ისა ხშირად დაავადება, რომელსაც ეწოდება ანიაკოლეტორული სინდრომი. ეს რას ნიშნავს? მამაკაცი ვერ ახერხებს ეაკულაციას, ვერ ასრულებს სქესობრივ აქტს და ვერ ასრულებს ეგ სპერმის გამოყოფას ვერ ახერხებს ქალთან სქესობრივი კონტაქტის დროს. და შეიძლება 1 საათამდე გაგრძელდეს ეს სქესობრივი აქტი. ხედავთ რა ამბავია, ეს საათი ეს ფანტასტიკური დატვირთვაა მამაკაცზე. მაგრამ ვერ ახერხებს, მაგრამ მასტურბაციით ახერხებს. ეს მდგომარეობა ცნობილი არის როგორც დებიუტანტური ფორმა, ესე იგი ანიაკოლეტორული სინდრომისა, ფსიქოსექსუალური განვითარების რეტარდაციით გამოწვეული, რეტარდაციის ფონზე. ეხლა ძალიან სამედიცინო ენაზე მოგივიდა. თულია, მაგრამ კურნალობა უნდა ამას, ბატონო. კურნალობა უნდა, მაგისტრის არსებობს ექიმის სექსოლოგი, რომ ზუსტად ასეთ საკითხებში დაისვას ზუსტი დიაგნოზი, გაერკვა ზუსტად და აი ესეთი მძიმე შემთხვევის დროსაც როგორც გითხარით, აი ახლა მე ჩეხეთში ვიყავი კონფერენციაზე და იქ კლინიკური შემთხვევა მქონდა, დემონსტრაცია გავაკეთე კლინიკური შემთხვევისა, როდესაც მე გამკურნე ესეთი პაციენტი და სხვათა შორის ძალიან მოეწონათ. ცენტრალური ევროპის მთელი რიგი ქვეყნებიდან იყვნენ, ასე ვთქვათ, დელეგირებული ჩემი კოლეგები და ძალიან მოწონება ხვდა ამ მოხსენებას. იმიტომ კი არა, რომ დაუშვა თავად მოხსენება კარგი იყო. თემა იყო საინტერესო და ნუ ახლა მეც ალბათ მოვახერხე საინტერესო წამოდი. მე კიდევ ერთი კითხვა მაქვს თქვენთან, რომელიც გადაცემამდე შევარჩია და მე მგონი ძალიან ახლოს არის იმასთან, რაც თქვენ თქვით, ოღონდ საპირისპირო მიმართულებით.
მამაკაცი წერს, მასტურბაციის დროს არ ვიღებ სიამოვნებას და ვერ მივდივარ ორგაზმამდე, რა მჭირს? იცით რა, ჯერეთი რამდენი წლის არის მამაკაცი უნდა გავარკვიოთ, არ წერს, აბსოლუტურად გაუგებარია ესა. მე თუ ის არის ზრდასრული მამაკაცი, ის მასტურბაციას კი არ უნდა ეწეოდეს, სქესობრივი ცხოვრება უნდა ჰქონდეს. თუ ეს არის თინეიჯერი, ეგ სხვა ამბავია. საერთოდ დარღვევა, მაგალითად, იგივე ერექციის დარღვევა და ეკულაციის დარღვევა მასტურბაციის დროსაც შესაძლებელია იყოს და ესაც გარკვეულწილად ამას სადიაგნოსტიკო, ასე ვთქვათ, მნიშვნელობა აქვს. მაგრამ მასტურბაცია არ არის გადამწყვეტი, ასე ვთქვათ, კრიტერიუმი სექსოლოგიური მკურნალობისა. სექსოლოგიური მკურნალობის, ასე ვთქვათ, კრიტერიუმი, თუნდაც წარმატებულობისა, არის სქესობრივი აქტის ხარისხიანი ჩატარება. ჩვენ არ მკურნალობთ პაციენტს, იმიტომ რომ მან კარგი მასტურბაცია ჩაატაროს. ჩვენ მკურნალობთ იმისათვის, რომ მან სრულფასოვანი სქესობრივი ცხოვრება ჩაატაროს, გამრავლდეს და მიიღოს სიამოვნება სექსით. კიდევ ყავს რადიომსმენელი ხაზზე, მოგესალმებით. გამარჯობა. საღამოშვიდობს. მაუღრა მყავს 3 თვის ფეხმძიმე. და მაინტერესებს ამ დროს შეიძლება თუ არა სექსი. საშიში თუ არა. კი ბატონო, ნამდვილად კარგი კითხვა არის. მადლობას გიხდით ზარისთვის. ეს საკითხი აუცილებლად თქვენ უნდა შეათანხმოთ მკურნალ ექიმთან, გინეკოლოგთან, მეან გინეკოლოგთან, რომელთანაც ალბათ ეჭვი არ მეპარება თქვენი მეუღლე დაკვირვების ქვეშ იმყოფება. საერთოდ 3 თვის ორსულობა არ არის წინააღმდეგ ჩვენება სქესობრივი აქტის ჩატარებისათვის, მაგრამ რატომ არის საჭირო გინეკოლოგის კონსულტაცია ამ დროს? იმიტომ არის საჭირო, რომ არ არის გამორიცხული, რომ აქ იყოს გარკვეული რისკ ფაქტორები, თუნდაც ყვითელი სხეულის ნაკლოვანება, თუნდაც სპონტანური აბორტის, ასე ვთქვათ, ალბათობა მაღალია თუ არ არის მაღალი. ეს შეუძლია გაარკვიოს მხოლოდ მეან გინეკოლოგმა. ამიტომ მე გირჩევთ ეს საკითხი თქვენ, ასე ვთქვათ, გინეკოლოგთან კონსულტაციის გზით დააზუსტოთ და ისე საზოგადოდ თუ ხალი არის ჯამრთელი, არ არის სქესობრივი ცხოვრება წინააღმდეგ ნაჩვენები ამ დროს, უბრალოდ რა არის, იცით, ამ დროს მოგეხსენებათ სქესობრივი აქტი ბევრ პოზაში შეიძლება ჩატარდეს, კამასუტრაც გაიგონიათ ალბათ და ალბათ აკრობატული ილეთებიც, რომელსაც აჩვენებენ მათ შორის საიტებზე ინტერნეტში. აკრობატიკა აქ არ გამოდგება, დამზოგველი დოზე, ესე იგი პოზები არის ამისთვის საჭირო. დამზოგველი პოზები არსებობს ესეთი, ну ახლა აქ 3 თვის ფეხმძიმე სხვა შორის დიდათ ახლა ის. არა, მაინც უნდა 3 თვის, იმიტომ რომ ამ დროს მაინც შესაძლებელია საშვილოსნო იყოს გარკვეულად აქტიური, ცოტა ჰიპერაქტიული, შესაძლებელია. ეს ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს და ყველა ვარიანტში, ესე იგი, მეგირჩევთ თქვენ უფრო დამზოგվել პოზაში ჩაატაროთ სქესობრივი აქტი. თქვენ ალბათ გაიგეთ რა. და კიდევ ერთი კითხვა, ჩემი მოძიებული. მყავს 9 წლის ვაჟი. ხალი წერს. უკვე რამდენჯერმე წაუსწარი მასტურბაციის დროს. რა ვქნა, როგორი უნდა იყოს მშობლის ადეკვატური რეაქცია? ძალიან განვიცდი. არც არაფერი არ უნდა ქნას და უნდა იყოს ისეთი, როგორიც უნდა იყოს მშობლის რეაქცია, კეთილგანწყობილი. ეს არის ბუნებრივი მოვლენა. ბავშვი შედის მოზარდთა ჰიპერსექსუალობის პერიოდში. 9 წლის ვაჟი. ну ცოტა ნაადრევია, მაგრამ ესეც შესაძლებელია, ხო? არაფერი საგანგაშოს ამაში მე ვერ ხედავ. უპირველეს ყოვლისა თუ გადაწყვეტს კიდევაც მაგალითად ექიმთან მის კონსულტირებას, ხო? ენდოკრინოლოგთან მაგალითად შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, ნაადრევი განვითარება, ხო? თუ გადაწყვეტს ამას, იმ შემთხვევაშიც კი უნდა იყოს მიდგომა მშობლისა მაქსიმალურად ტაქტიანი, მაქსიმალურად კეთილგანწყობილი, რათა არ მოხდეს ბავშვის ტრავმატიზება, ფსიქიკური ტრავმატიზება. მასტურბაციის პერიოდი და მოზარდთა ჰიპერსექსუალობის პერიოდი ჩაივლის თავის დროზე, მაგრამ აი მშობლის მიერ მიყენებული ტრავმა ბავშვზე, განსაკუთრებით მამაკაცზე, არა, შეიძლება არ ჩაიაროს და უმძიმესი კვალი დატოვოს. ამიტომ მე მოუწოდებ ასეთ დედებს ძალიან ტაქტიანად, ძალიან გაგებით. ბატონო ზურაბ, ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი, რომ შევაღებ ოთახში კარს, შეუსწრებ ჩემს შვილს მასტურბაციის დროს, უი, მაპატია დედიკო, ხელი ხომ არ შეგიშალე და კარი მოვიკეტო. არა, არც ვიცი რა რეაქცია მექნება, მაგრამ აი ტაქტიანი, კეთილგანწყობილი, ვითომ ვერ დაინახეთ? აიმე. ვითომ ვერ დაინახეთ? აბა ტიტუ და კივილწივილი? და გადახრა აქ ჩემს შვილს, აფერ გადახრა არა. გადახრა რო არ არის ვიცი. ალბათ გადახრა იქნებოდა, ну, ცოტა სხვა რაღაც. ბატონოს ვրա ნელ-ნელა გვეწურება დრო და მინდა რომ თქვენ პატარა რეზუმე გაუკეთოთ ჩვენს დღევანდელ გადაცემას. მე რეზუმეს გავაკეთებდი იმ თვალსაჩინით, რომ უპირველეს ყოვლისა კმაყოფილებას გამოთქვა იმისადმი, რომ როგორც იქნა მესამე ჩვენ გადაცემაში
გატყდა ნავსი, რო იტყვიან და წამოვიდა საკმაოდ მე არ ვიტყვი ნიაღვარი, მაგრამ საკმაოდ დიდი რაოდენობა სატელეფონო ზარებისა და მე ვფიქრობ, რომ ეს ერთი და სხვა მრავალი, იმიტომ რომ ჩვენი გადაცემის პირველი მიზანი რა არის, მეგობრებო? ჩვენი გადაცემის პირველი მიზანი ეს არის დახმარება, ადამიანზე დახმარება, ადამიანისადმი თანადგომა, ტოლერანტულობისა და კეთილგანწყობის გარემოს დანერგვა ჩვენ საზოგადოებაში, რაც არის ექიმის მოვალეობა. ექიმი თუ არ არის ტოლერანტული და კეთილგანწყობილი და თუ არ არის მომართული ყოველ წუთში, ყოველ წამში ადამიანის სასიკეთო და ადამიანის დასახმარებლად, ის ექიმი ის სხვა რაღაცაა რა, ის ექიმი არ არის, ვიღაცაც არა, რაღაცაა. შესაბამისად, მე შევაჯამებდი იმას, რომ აი ეს თემა, რომელზედაც ჩვენ ვილაპარაკეთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მნიშვნელოვანი არის პირველ რიგში ზუსტად სქესობრივი განათლების თვალსაზრისით, ჩვენი მომავალი თაობის ჯანმრთელობის თვალსაზრისით. მოდით გავაკეთოთ ისე, რომ მაქსიმალურად დავზოგოთ ჩვენი მომავალი თაობა, რომ ნაკლები ტრავმა მივაყენოთ მას. მივიღოთ ბუნებრივი მოვლენები ისეთი, როგორც არის ბუნებრივი რა, საუკუნეებიდან მოდის ესე და ამითი მივახციოთ ჩვენ უკეთესი მომავალი. და მე ბოლოში როგორც მჩვევია ხოლმე მინდა ცოტა იუმორისტულ ტონალობაში გადავიყვანო ეს ყველაფერი და ანეკდოტი მინდა შევთავაზო ჩვენს რადიოში. ტრადიციული. ექიმი ეუბნება პაციენტს. თქვენ აუცილებლად უნდა შეწყვიტოთ მასტურბირება. კი, მაგრამ რატომ ექიმო? იცით რა უკვე მიჭირს კონცენტრირება. გემშვიდობები ძვირფასო რადიო მსმენელებო, მომავალ სამშაბათს 22 საათსა და 10 წუთზე ჩვენ კვლავ ეთერში ვიქნებით. ყველას დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე ძვირფასო რადიო მსმენელებო, ნახვამდის. სქესობრივი ცხოვრების ყველა ასპექტი, რომელიც საზოგადოების ზრდასრულმა წევრებმა უნდა იცოდნენ. ტაბუირებული თემების საჯარო განხილვა, კომპეტენტური პასუხები, რომელიც თქვენს აქტუალურ შეკითხვებს მოყვება. რადიო იმედის ახალი ток-შოუ უფროსებისთვის. აკრძალული ხილი. დაფნასთან და ზურაბ მარშანიასთან ერთად. 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის გადაცემის მოსმენა რეკომენდებული არ არის.